სოლიდარობა და თავისუფლებას ინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს. ეს რეალობა ძალიან მძიმე, ამ რეალობის აღწერა ესეთი მეცნიერულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, ეს არის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული დევოლუცია, რაც ახლა საქართველოში ხდება. ეს არის სრული უკუსვლა იმ სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობის გზიდან, რომელსაც 30 წელი ავად თუ კარგად სხვა დროს, მათ შორის ქართული ოცნებაც აწარმოებდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ მოქალაქეთა კავშირიც ამიტომ ავად თუ კარგად ეს ინსტიტუციები შენდებოდა. ეხლა ჩვენ ერთიანად რაღაცა ექსტრემალურად სწრაფი ტემპებით ვხედავთ სრულ დევოლუციას და დეგრადაციას ქართული სახელმწიფოს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ყაველაშვილზე ნათელი გამოხატულება აი ამ დეგრადაციისა, ფიზიკური გამოხატულება ამ დეგრადაციისა, რაც დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს სჭირთ საქართველოში, სხვა არ არსებობს, ყაველაშვილი არის რაღაცა ის სიმბოლო, რომლითაც აი ყველაზე ნათლად ჩანს, რომ ძალიან მძიმე წერტილში ვართ, უდიპლომო, გაუნათლებელი, ურწინადადებას ერთმანეთს რო ვერაბავს, ასეთი კაცი უნდა წყვეტდეს საქართველოში შეწყალება შეუწყალებლობის ბედს. მე ვეთანხმები ელენეს და აბსოლუტურად ყველას. არაფრით ვაჭრობის დრო არ არის და არც არ ზარიქნება. რისი დროა, თაზო, მოდი ვილაპარაკოთ მაშინ ახლა პოლიტიკური მოთამაშეებისთვის რისი დროა? კი ბატონო, ვილაპარაკოთ უბრალოდ ამაზე, ვიტყვი, რომ არც ერთ ცივილიზებულ საზოგადოებაში ეს რაღაცა ტყვეთას ყიდვა და ადამიანების ბედით ვაჭრობა არასდროს არ იქნება ნორმალური მოვლენა და ფორმა. რაუდენ არ უნდა ოცნებობდეს ამაზე ივანიშვილი და რაუდენ არ უნდა გავდეს ის პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ, აი ამას, ადამიანების ბედით ვაჭრობას და ამითი რაღაცა პოლიტიკური სტაბილურობის მოპოვებას, რომელსაც სინამდვილეში რომელიც საჭიროებას რეალურად ქართულ ოცნებას აქვს. ზოგადად ამ სახელმწიფოს აქვს, ჩვენი მოქალაქეებს აქვს ამ სტაბილურობის მოთხოვნილება, მაგრამ ნუ ამ ფორმით ეს არ მიიღწევა. ბევრი რამის დროა გადააზრების, დროა ბრძოლის, დროა რაციონალურად ბრძოლის, დროა ტრანზიციის. ამ ქვეყანაში ჩემი აზრით აბსოლუტურად ყველა ლიმიტი ამოწურა ქართულ მოუწნებამ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ აი ამ მომენტიდან და მომავალში ეს უბრალოდ დიქტატურა არის, სრული უზურპაცია ხელისუფლების და დიქტატურის დამყარება და ეს აბსოლუტურად ყველაფერში ამოისახება, სანამ თქვენ აისახება, სანამ თქვენთან ჩავერთვებოდი დიანა, სულ ცოტა ხნით ბრიფინგი ჩავატარეთ, რომ აი ყველაზე ისეთი შემაძრწუნებელი სინდრომები გამოჩნდა უკვე ასპარეზზე, ხო? ერთის მხრივ ჩვენ დავინახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში გაურკვეველ შეკრებაზე პირდაპირ ვიტყვი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის იუბილეს აღნიშვნაზე პუტინთან ერთ სივრცეში და აქ ჩვენ ხედავთ საერთაშორისო ფლანგზე როგორ ხდება ბანალიზება იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან რა თქმა უნდა იგი ლაპარაკონ. ოღონდ საქართველოს და რუსეთის საუბარს აქვს წინაპირობები. წინაპირობა არის ის უმძიმესი საკითხი თითოეული ქართველისთვის, რასაც ქვია ოკუპაცია და ამ ოკუპაცია ილაპარაკონ, ხო, მაგრამ ეს ხომ ლაპარაკი არ იყო. გასაგებია რომ ერთ სივრცეში იყვნენ სხვა შემზადება ეს არის წინაპირობა კობახიძე პუტინის შეხვედრის. ცალსახად. ასე ღარიბაშვილი და პუტინი შეხვედრიან ერთ სივრცეში ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ პირისპირ შეხვედრა არ ყოფილა. ანუ ასეთი არქივში არის ასეთი ფოტო ვიდეო. სხვა დროსთან კალბატონ დიანა. როგორ? ძალიან ფუნდამენტურად განსხვავდება ეს მომენტი, ეხლა სადაც ვარ. შეიძლება მოყვებით მაგაში, რომ ვითარება სხვაგვარია, მაგრამ ანუ მაგიტომ ვამბობ რაღაცა მაგიტომ კალბატონ შეხედეთ ამიტომ არ ვამბობ რომ რაღაც რუსეთთან ლაპარაკი არ მოსულა თქო და რაღაცა ჰარამი კი არ არის. უბრალოდ ვამბობ რომ ყველაფერს კონტექსტუალიზაცია ჭირდება და სწორად დანახვა იმისა, რომ ეხლა აი ამ კონკრეტულ მომენტში, აი ამ კალენდარულ მომენტში და ამ პოლიტიკურ ვითარებაში აშხაბადში საქართველოს სტუმრობა, აშხაბადში, როდესაც ყველა სხვა გზა ჩაჭრილია ცივილიზებულ სამყაროსთან, ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან და ეხლა საქართველოს ბედის გადაწყვეტას ისინი ფიქრობენ აშხაბადში, რაღაცა პოსტმონღოლურ რეალობაში, რომელსაც წარმოადგენს რუსეთი, თურქმენეთი და სხვა დიქტატორები და ავტოკრატიები ამ რეგიონში, იქ აწყდება საქართველოს ბედა, ოღონდ ხდება ამის ბანალიზება, რომ ისევ საქართველოს ადგილი ქართული მოსახლეობის თვალში, აი ამის ბანალიზება. ლელო რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ის აშხაბადში არ ჩავიდოდა, დუშანბეში თუ სხვა ქალაქებში. თუ ტაშკენტში, დუშანბეში, ასტანაში ყველგან ჩავიდოდა და დავდოდა. შეხედეთ, თავარი კითხვაა, რომ ბრიუსელში რატომ არ დადის? ეს არის თუ თქვენ თქვა ფუნდამენტური განსხვავება. სხვა სივრცეებს აირჩევდით სასიარულოდ და ამසეთ მიწვევებს არ უპასუხებდით დადებითად. ფუნდამენტური განსხვავება არის მიწვევას თურქმენეთის ნეიტრალიტეტის აღნიშვნაზე
არ უპასუხებდით, იმიტომ რომ ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური დატვირთვა და იქ არის ლაპარაკი რაღაცა საპირწონე ერთეულების შექმნას. რუსეთს ეს მცდელობა აქ 2007 წლიდან გამოტონდიანა, რომ საპირწონე ერთეულების შექმნას დასავლური ცივილიზებული სამყაროს, როგორც იქნება ნატო, მათ შორის გაეროს საპირწონეების შექმნა, იქნება შანხაის კავშირი, ევრაზიის კავშირი თუ სხვა ფორმები. ეს არის მცდელობები, რომ სოფლიოსთვის დემონსტრირება გააკეთოს, რომ არსებობენ სხვა სივრცეები გარდა ცივილიზებული სამყაროსა, რომელიც საპირწონედ დგება. სინამდვილეში ეს არის ილუზია და ტყუილი. საქართველოს არ უნდა იყოს პირდაპირ გეუბნებით ამ ასეთი პროცესების მონაწილე, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოს ყოველთვის ქონდა და მომავალშიც ექნება ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ოღონდ ეს ურთიერთობები ძირითადად ტრანზაქციულია გაუტონდიან, იმიტომ რომ საქართველოს და თურქმენეთს არაფერი არ აუთ ერთმანეთთან. სახელმწიფოებრივ დონეზე, ფასეულობრივ დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, არაფერი საერთო არ აქვს. ეს არის თურქმენეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამოდროულად ყველაზე კომიკური დიქტატურა დედამიწაზე საერთოდ. პოლიტიკური აქ არაფერი არ არის, მაგრამ ტრანზაქციული ურთიერთობა ყოველთვის ქონდა და ყოველთვის უნდა ქონდეს. ტრანზაქციული ურთიერთობა გვექნება ყველასთან აბსოლუტურად. ოღონდ როდესაც შენ და ჩამონათვალი იხილოთ, სად იყო ბოლოს პრემიერ-მინისტრი, დაინახავთ სად არის პრობლემა. ლელო პრობლემას ვერ ხედავს ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ტრანზაქციული მეგობრული ურთიერთობების ქონაში, მაგრამ პოლიტიკური გზა საქართველოსი და დიპლომატიური წიაღი და ის ადგილები, სადაც თბილისთან ერთად საქართველოს ბედი წყდება, ეს არის თბილისის დასავლეთით. ეს არის ბრიუსელი, ეს არის პარიზი, ლონდონი, ვაშინგტონი და ასე შემდეგ. ის ადგილები, სადაც საქართველოს მეგობრები ყავს, ნამდვილი მეგობრები. და ეს მეგობრობა დამტკიცებულია მათ შორის ძალიან ბევრი ქმედებით საერთაშორისო პოლიტიკაში. ერთის მხრივ აი ეს რეალობა გვაქვს და ეს რეალობა არ არის ნორმალური და მეორეს მხრივ გვაქვს რეალობა, ვამბობდით ახლა ბრიფინგი მქონდათქო, მეორეს მხრივ ეს რეალობა არის რეალობა, სადაც აი ისეთ ამ შემაძრწუნებელ სიმპტომებს ხედავთ უკვე დიქტატორის დამყარების, როგორც არის ფსიქიური გამოწვევები, ფსიქიატრიული გამოწვევების მქონე ადამიანების რეესტრი, მაგალითად, ადამიანებს, რომელსაც აქვს ფსიქიატრიული გამოწვევები ან დამოკიდებულება ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე, ამ ადამიანების საჯარო რეესტრი შექმნა უნდათ, რომლის შემდგენელის და მმართველიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს. ასეთი რეესტრები პირველი რაც მახსენდება ეხლა რა უცნაურიც არ არის ჩვენი ყველაზე ბოროტი მეზობელი აგერ რუსეთი არის და იქ არის ასეთი რეესტრი. მე მახსენდება ძალიან ბევრი დისიდენტი საბჭოთა დროის, რომელსაც აი ამ კლიმოს ადებდნენ, რომ ის არის აი ამ რაღაცა სტიგმას ადებდნენ, რომ ის არის თუ არ ეთანხმება ხელისუფლებას და საბჭოთა წყობილებას, ის არის ფსიქიურად დაავადებული, ფსიქიატრიულად დაავადებული. აი ამათ უღირთ უკვე შეხედეთ, აი ასეთ კანონებად უღირთ კონტროლის, საზოგადოებრივი კონტროლის ასეთ მექანიზმებში შევდივართ და ეს ამ ტყუილა არ მიხსენებია, ხო? ძალიან ნათელი სიმპტომებია იმისა, რომ მთლიანად აი კონფიგურაცია ჩვენ ძალაუფლების სისტემის იცვლება და გადადის აი ამ მონღოლურ მოდელზე, რომელიც მონღოლური მოდელის იმას აქვეა პრომოციას აკეთებდა ჯერ პუტინი იმ შეკრებაზე მთავარი სტუმარი აშხაბადის და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრიც რაღაცა ისეთი მშვიდობის სრული პროპაგანდა ნეიტრალიტეტის ღონისძიება არ არის რამე ერთობა, კავშირი, ეს არ არის თქვა სხვადასხვა ტიპის კავშირები, რომელიც არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ამ კონკრეტული ქვეყნის ღონისძიება იყო, ეს ასე არის თუ არა? რომელზეც მთავარი სტუმარი პუტინი იყო და შეკრებილთა უმრავლესობა იყო დიქტატორული რეჟიმები, ირანიდან დაწყებული და რუსეთით დამთავრებული. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, ქალბატონი დიანა. ეს არ არის რაიმე ეკონომიკური ფორუმი. ან ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩადიხარ თურქმენეთში, როდესაც ჩადიხარ ასეთ შეკრებაზე, სამჯერ იყო თურქმენეთში კობახიძე. თურქმენეთში ჩასვლა ნიშნავს, რომ აუცილებლად ნეიტრალიტეტისკენ წავა აქ ხელისუფლება. ამას გულისხმობთ? რატო დავუყვანეთ აქამდე ქალბატონი დიანა? არა, თქვენ ამბობთ და კითხვა შემოგვაქვს. თურქმენეთში ბევრჯერ ყოფილა თქო. არა, ხო და შეხედეთ, რას ვამბობ, აქ ხომ მნიშვნელობა პოლიტიკურ კონტექსტს აქვს თქო, მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ყოველთვის გქონდა, გვაქვს და უნდა გქონდეს მომავალში ტრანზაქციული ურთიერთობა, რომელიც ეხება ძალიან ბევრ რამეს, რომლითაც დამოკიდებულები ვართ ჩვენ მაგალითად თურქმენეთის ენერგომატარებლებზე, ისინი დამოკიდებულები არიან იმ დერეფანზე, რომელზეც საქართველოს გადის და ეს ტრანზაქციული ურთიერთობები მოსულა. ოღონდ, როდესაც პოლიტიკურ ამბავზე არის ნაწილი და პოლიტიკურ მდგენელზე, შენ როდესაც მიდიხარ, ორი რაღაცა არის, რატო ეხა სიმბოლო უბრალოდ რაღაცა გადაადგილება, სიმბოლო არ არის. ოღონდ პირდაპირ თქვათ, ხო, იქ ის შეკრება იყო ნეიტრალიტეტის დაბადების დღე, იქ ჩავიდა და რა განცხადება გააკეთა. იქ განცხადება გააკეთა, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია აბსოლუტურად ამოეტრიალებინა და ეთქვა, რომ ჩვენ რა ვიცი, მშვიდობისთვის ყველაფერზე წამსვლელები ვართ. მშვიდობა
შვილობა არის ის, რასაც ჭირდება მყარი უსაფრთხოების გარანტიები. კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს კალბატონ დიანა. ეს უსაფრთხოების გარანტიები ვერ იქნება იზინა ივანიშვილის პერსონა. ამ უსაფრთხოების გარანტიები არსებობს აპრობირებული, გამოცდილი და ყველგან ქმედითი, როგორც არის შეერთებული შტატების და მაგალითად ევროკავშირის და დასავლური უკრაინაში რუსეთის შეჭრა ან აიცილა თავიდან ან შეაჩერა? უსაფრთხოების ტრადიციულ გარანტიებზე გელაპარაკებით. დასავლეთ შეცდომები დაუშვია კალბატონ დიანა, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც და პუტინის პირველივე შეჭრიდან უკრაინაში 2014 წელს და შემდეგ 22 წელს ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც დაინახა, რომ ეს გარანტიები შეიძლებოდა უკრაინაში არ ყოფილიყო. როდესაც დაინახა გარკვეული სისუსტეები, როდესაც დაინახა გარკვეული ის პრობლემები, რომელ პრობლემებზე ღიად შეიძლება ლაპარაკი და შემდეგ შეიჭრა უკრაინაში. მაგრამ მოდით რა ამ ფაქტს არ გავექცეთ. ფაქტია მარტივი. მაგალითად ჩრდილოატლანტიკური სივრცე და მაგალითად ევროკავშირი არის ის ადგილი, სადაც არ ყოფილა უკანასკნელი ბევრი ათწლეულია არავითარი კონფლიქტი. ის რომ ნატოს ქვეყნები, ისეთი ქვეყნები, რომელსაც დღემდე პუტინი თulis თავის გავლენის სფეროს, როგორც არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც დღემდე აღიქვავს პუტინი თავის გავლენის სფეროს, ვერაფერს ვერ უკეთებს, იმიტომ რომ იცის, რომ ის დიდი თანამეგობრობის ნაწილია და ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების გარანტიები ამ შვიდობის გარანტორები არიან ჩვენი ბალტიელი მეზობლებისთვის და ჩვენ საქართველოში, ლელო ძლიერ საქართველოში, საქართველოსთვის ეს გვინდა. ისეთი გარანტიები, რომლებიც დაფუძნებულია ერთის მხრივ ამ გარანტიების მიღების ვადები ხო უფრო ხანგრძლივია და საფრთხე უფრო ეს თქვათ მიმდინარე. სწორი გზით სიარული ყოველთვის უფრო რთულია, კალბატონ დიანა. სწორი გზით სიარული ყოველთვის უფრო რთულია. ფიქრობ თუ არა, ფიქრობ თუ არა, რომ შეერთებული შტატების ახალი სტრატეგიის შემდეგ ან ომის ფონზე ეხლა განცხადებების ევროკავშირში რაღაც შიდა გადააზრების თუ კრიზისული ვითარების ფონზე და ზოგადად ახალი რეალობას ხედავს თუ არა თქვენი გუნდი და ფიქრობ თუ არა, რომ საგარეო გზავნილებიც და სათქმელიც საზოგადოებასთან, მათ შორის ომზე და მშვიდობაზეც სხვაგვარად უნდა იყოს ფორმირებული. შეგეთ რეალობის აღქმა მე მგონი არასდროს არ გამოგვიხატავს, რომ სადმე აუცილებლად ვიყავით რეალობის აღქმასთან. რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან დიდია დღეს, ხო? ის კონფიგურაცია გეოპოლიტიკური, რომელიც იცვლება, მათ შორის იმ სამყაროში, რომლის ნაწილად ჩვენ თავს მოვიაზრებთ და რომლის ინსტიტუციური ნაწილი გვინდა ვიყოთ, ევროპული სივრცე იქნება შეერთებული შტატები, იქაც დიდი ტრანსფორმაციები არის, მაგრამ ეს იმისთვის კი უნდა გამოვიყენოთ, რომ იზოლაციონიზმში წავიდეთ, იმიტომ რომ იზოლაციონიზმში არ არის შვება, გამოსავალი საქართველოს. არამედ პირიქით, გამოვიყენოთ სწორად ეს ამბავი. შეხედეთ, აი ამ ტრანზაქციულ ეპოქაში, როცა აი ამ ცვლილებების ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი ცვლილება ხდება, არის ერთგვარი შესაძლებლობის ფანჯარა ღია და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში პირველები, ვინც მოიაზრებოდნენ, უკრაინა, საქართველო და მოლდოვეთი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ეს შესაძლებლობის ფანჯარა მოლდოვეთმა გამოიყენა, უკრაინამ ნაწილობრივ გამოიყენა, მაგრამ კონფლიქტი პუტინი შეიჭრა და თქვა ამას არ დაასწრო, მაგრამ შეხედეთ ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი, რომელსაც აგრეთვე ეს ფანჯარა შესაძლებლობები სწორად გამოიყენეს. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა იმ იზოლაციონიზმში ჩაკეტილიყო, რომელსაც არ ვიცი, რაღაცა მართლა შეურაცხადი ვიღაც ფილოსოფოსად წოდებული ხალხი რაღაც წერილებში უწევს ივანიშვილს. არამედ იმ ფორმით გამოიყენა, რომ ერთი ის მშვიდობა, რომლის მთავარი მტერი გააზრება მოხდა, ის მშვიდობა, რომლის რეალურად მთავარი მტერი ამ რეგიონში რუსეთია, ერთადერთი მტერი დღეის მოცემულობით. ხო შეიძლება რაღაც კონსპირაციებზე ვიღაცა მილაპარაკოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამ რეგიონში, რაც კავკასიის რეგიონი ქვია, მშვიდობის მტერი არის რუსეთი. აგრესორია რუსეთი. მან ჩვენ დაგვესხა თავზე 4ჯერ და ჩვენი ორი მეზობელი ერთმანეთს სამტროსაც სოხლო ყავდა გადაკიდებული. ოღონდ ჩვენმა მეზობლებმა მოახერხეს, რომ იმ ვითარებაში, რაც ახლა არის, იმ ცვლილებებით, რომელიც შეერთებული შტატებში არის, იმ ცვლილებებით, რომელიც ევროკავშირში არის, ზოგადად ამ ურთიერთობებში არის, თავისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ერთმანეთში გადაჭრეს ის კონფლიქტი, რომელიც ჰქონდათ და ახლა აი ამ თავის უსაფრთხოების გარანტად იყენებენ
შეერთებულ შტატებს და უდგათ დგანა შეერთებული შტატების გვერდში. და ამ ვითარებაში, როდესაც ეს შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს, როგორც ქართული ოცნების შემოთავაზება, რომ პირიქით მტერს დაუწვეთ, რკინის ფარდა ავაშენოთ ჩვენს მეზობლებთან ამიერკავკასიაში და გავხდეთ ჩიხი, უკანასკნელი წერტილი ამ რუსული სამყაროსი. მე მგონი ძალიან დიდი განსხვავება არის. კი, რთული პერიოდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, კომპლექსური პროცესი არის. სწორი მიმართულებით სიარული, იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 85%-ს უნდა და რა, ხო, სამშობლოს ღალატი და ღალატად კვალიფიცირდება ტრისადმი ჩაბარება, სამშობლოს ღალატი ხო, მარტივი არის იმ ადამიანებისთვის, რომელიც ამისთვის მზად არიან, ხო? და ეხა აბარებენ ამ ქვეყანას რუსულ წიაღს. ამას არ უნდა მე მგონი ძალიან ბევრი ახსნა. ეს მათთვის ეხა მარტივი გზა არის და ის რთული გზა არის. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი მოდი კითხვა დაუსვათ, აი ვილაპარაკოთ აი ამ იმაზე, რომ ცვლილებებია. ოღონდ თავარი კითხვა დაუსვათ, აგერ ყურის ძირში, საქართველოს სამხრეთით, ორი ჩვენი მოძმე ქვეყანა. როგორ მოახერხეს, რომელიც ბევრად უფრო ახლოს იყვნენ რუსეთთან და ოდეკაბ-ის წევრები არიან, ხო? რუსული წიაღში ბევრად უფრო დიდი ხანი დარჩნენ, ვიდრე საქართველო იყო. როგორ მოახერხეს ამ ქვეყნებმა გამოსვლა აი ამ რუსული გავლენიდან და სწორ მხარეს პოზიციონირება აზერბაიჯანსა და სომხეთთან? სხვა დროს უფრო მეტი ვილაპარაკოთ, ბევრი არგუმენტი, კონტრარგუმენტი არსებობს რაღაცეებზე, მართლაც ბევრი არ არსებობს. აი ორი ჩვენი მეზობელი არის ყველაზე კაი მაგალითი. კი ბატონო, ვფიქრობთ, რომ რაღაც ძველებურად აღარ არის ამ სამყაროში და შესაბამისად გუშინწინდელი ტექსტები შეიძლება კი ბატონო, არა, შეფასებაზე არ გეუბნებით ოცნების. ზოგადად გუშინწინდელი ტექსტები შეიძლება დღესდღეობით რელევანტური იყოს. მადლობა თაზო დათუნაშვილი. ხალბატონ დიანა, დღევანდელი მაგალითი მომყავს, ამიტომ. დღევანდელი მაგალითი მომყავს და არა წარსულის ფორმატი მაგალითი. დღევანდელი ჩვენი ორი მეზობელი. სომხეთი და აზერბაიჯანი. და რაკნეს და განთავისუფლდნენ რუსული გავლენებისგან, აღარ გვაქვს დრო პროდიუსერი მეჩხუბება, მადლობა თაზო ვილაპარაკეთ. შეტეული შტატები არის. აი ეს ქნეს.